მოგესალმებით. ეს არის 2023 წლის მოდელი Suzuki DRZ 400 Supermoto ვერსია, რომელიც ქარხნულად როგორც Supermoto 17-იანი დისკებით და როგორც S Enduro ვერსია გამოდის, რომელსაც წინა 21 და უკანა 18 ინჩიანი დისკები აქვს. ჩამოყვანილი ამერიკიდან დეკემბრის დასაწყისში 2024 წლის ბოლოს. გარბენი ქონდა სადღაც 380 მილი, ანუ სულ ახალი იყო. ეხლა აქ 1400 მილი, სადღაც 1000 მილი გავიარე. არის იდეალურ მდგომარეობაში, ფაქტიურად ახალია. შეუცვალე საბურავები, ამას ქარხნულად Dunlop-ის გზის საფარის საბურავები მოყვება. მე შევიძინე პირელი რალი Scorpion STR-ები, ახლები იტალიიდან გამოვიწერე, რომელიც არის სადღაც 20 უგზოობა 80 გზა და რეალურად ამ ბაიკის, ამ გრძელი დაკიდების სისტემის სვლის პოტენციალს სრულად იყენებთ, იმიტომ რომ ცუდ გზაზე, ხრეშზე, გრუნტზე მშვენივრად დადის. დაუყენე აკერბისის კომპოზიტური მასალის skid plate კარტერის დამცავი, რომელიც 1 კილოს არ არის წონაში და არის ძალიან კარგი დაცვა, იმიტომ რომ არის ელასტიური და ამოდროულად ძალიან მყარი, შეუცვალე წინა ნათურა, LED სისტემაზე გადავიდა. სარკეები, რომელიც არის off-road სარკეები, არ ტყდება, იკეცება თუ დავარდით მაგ შემთხვევაში, ადაპტირებადი მუხრუჭის და სეპლენის სახელურები. საფეხურებით შეუცვალე, ეს არის ზარდის უფრო განიერი და კომფორტული საფეხურები, მოტორის დამცავები. გამომდინარე იქიდან, რომ 10 ლიტრი ბაკი აქვს ამ მოდელებს, ასევე შევიძინე საბარგულის ბრეკეტები გვერდითა და ცენტრალური კოფრის, რომელზეც 5 litrიანი ბენზინის ბალონი მაგრდება. იდეაში ორივე მხარეს, ორივე მხარეს მე არ ჭირდება, ერთი ცალი დავამაგრე. 10 litrით რეალურად ეს გადის სადღაც 170-180 კილომეტრს, ანუ თავისი ბაკით. ნუ ჩათვალეთ, რომ ორივე მხარეს თუ ესეთ კანისტრას მიამაგრებთ, სადღაც ჯამში 350-360 კილომეტრზე ადის უკვე მანძილი, რომელიც დამეთანხმებით, რომ საქართველოს კვალობაზე ცოტა ნამდვილად აღარ არის. კოფრის სამაგრით ჯივის მონოლოქის სისტემის 35 litrიანი კოფრი აქვს, რომლის სამაგრის დაყენებულია და კიდევ გარდა ამ სტანდარტული აღჭურვილობისა შევიძინე, რაც თავარია Fisher-ის Comfort City, რომელიც არის ფაქტიურად 12 ინჩიანია ეს მოდელი და რეალურად თუ ქარხნული სკამი ამ სილუეტს მიყვება პლასმასისას, ეს ორჯერ უფრო განიერ, ბევრად უფრო მაღალი ხარისხის მასალით გაკეთებულ ჯდომის შესაძლებლობას გაძლევთ, რაც ფაქტიურად თუ სტანდარტული სკამით 150 კილომეტრზე პაუზა უნდა გააკეთოთ, რომ დაისვენოთ, ამით შეგიძლიათ ბევრად უფრო დიდხანს, ორჯერ, სამჯერ უფრო მეტხანს ისე იმოგზაუროთ, რომ ტრაკის ტკივილმა არ შეგაწუხოთ. არის 40 ცხენის ძალიან, ნუ ლეგენდარული მოდელია, ალბათ ბევრმა იცის, დაახლოებით 20 წელი გამოდიოდა ყოველგვარი ცვლილების გარეშე, 2025 წელს ეხა ერთი კვირის წინ იყო press release ამის უკვე შემდეგი მოდელის, რომელიც მთლიანად შეიცვალა, რომელიც არის ელექტრონულ შეფრქვევაზე, traction control-ით, ABS-ით, riding mode-ებით. ანუ ფაქტობრივად რაღაც 20 რაღაცა წლის მერე დააპდეითეს, ეს რეალურად კულტ ბაიკია, რომელიც ძალიან კარგად არის ცნობილი თავისი სიმარტივის, უკვდავობის, გამძლეობის და შესანიშნავი ბალანსის გამო. ძალიან სასიამოვნო სატარებელია, საწვავიანად 150 კილოზე ზევით არ ადის, სადაც 158 კილოა თუ სწორად მახსოვს. 40 ცხენის ძალა აქვს. ძალიან კარგი დაკიდების სისტემა აქვს, სრულად ადაპტირებადი, ანუ ყველაფრის რეგულირება შეიძლება და აი ცუდ გზაზე 17-იანი საბურავებითაც კი ისე ყლაპავს ყველაფერს, რომ აი ძალიან ისეთ მაღალი სიჩქარით შეგიძლიათ კომფორტულად იმგზავროთ. განსაკუთრებული ამ ბაიკს კიდე ის აქვს, რომ მე შევიძინე S მოდელის დისკებით. ანუ როგორც გითხარით, DRZ 400S უკვე სრულფასოვანი ენდუროს საბურავები აქვს, წინა 21 ინჩი, უკანა 18.
ეგ დისკები ვიყიდე, ასევე ვიყიდე სულ ახალი სამუხრუჭე დისკები, აპორნები, ეგრეთ წოდებული. იმიტომ რომ SM მოდელს ან სუპერმოტოს მოდელს უფრო ფართო დიამეტრის დისკი აქვს წინ და სუპორტით შესაბამისად ამაზეა გათვლილი. იმ ახალ დისკებზეც ჰაბი იგივე აქვს ორივე დისკს, ანუ ცენტრალური გული, რაშიც ღეზიჯდება S-საც და SM-საც ერთი და იგივე აქვს. შევიძინე 21-იანი და 18-იანი დისკები, სულ ახალი კამერები, იქ Bridgestone AX51-ის Dual Sport საბურავები დავაყენე, ასევე იტალიიდან გამოწერილი სულ ახალი და ფაქტიურად ორი ბაიკი არის, პირდაპირ bolt-on, ამას აძროთ საბურავს და ეგრევე დგება ყოველგვარი ჯაჭვის იმის შეცვლილი, იმიტომ კბილანაც სუპერმოტოსი აქვს იმ დისკებს, პირდაპირ მოხსენი დააყენე და ფაქტიურად ეს უკვე სრულფასოვანი ენდურო ყავთ, შათვალეთ მეორე. ანუ სრული აღჭურვილობით ყველაფრით ფაქტიურად ორი მოტოციკლეტია ერთში, რომელიც საბურავის სრულებას სხვა შორის ხასიათს აბსოლუტურად უცვლის. 17-იანი ამ საბურავით რაც აყენია, გზაზე მისახოვებში ძალიან სპორტულად და სასიამოვნო დადის, ძალიან სტაბილურად, კარგად დგას. მაღალ საბურავებზე უკვე იცვლება ფაქტიურად და ხდება უგზოობის მონსტრი, რომლითაც hard enduro-ზე და კლდეებზე ხტომიალს, რა თქმა უნდა, ამ სიმძიმის მოტოციკლეტით ალბათ არავინ არ დაიწყოს, მაგრამ ნებისმიერი ტყე, ღრე, გრუნტიანი გზა, სოფლები, სადაც შეიძლება ხა დასრული ადამიანი, რომელიც სპორტად არ უყურებს და უბრალოდ რეკრეაციულად და გასართობად დადის უგზოობაზე, აბსოლუტურად ყველგან ყოველგვარი ბარიერის გარეშე მიხვალთ. ჯანს 40 ცხენის ძალა აქვს, მაგრამ თავის წონასთან უკვე კორელაციით კაი აჩქარება აქვს, მშვენიერი თორქი აქვს და სადღაც 120-მდე, 130-მდე ხოშიანად დადის. მოკლედ, ეგ არის ჩვენი ბაიკი.